ამბები სამეგრელოს შუაგულიდან. მთავარი გამოშვება თეა შონიასთან ერთად. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღვთისმშობლის კვართი დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ტერაქტი ბასტილის დღეს ნიცაში 80-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. ახალ ამბებს რადიო ათინათის ეთერში მე თია შონია გაგაცნობთ. გამარჯობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც ლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება. საზეიმო წირვა-ლოცვა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა, რომლებსაც სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად მთავრობის და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღვთისმშობლის წმინდა კვართის სხვა სიწმინდეებთან ერთად დადიანების ისტორიული მუზეუმიდან დღეს დილის 10 საათზე გამოაბრძანეს და მშენებარის საკათედრო ტაძარში 21 საათამდე დარჩება, სადაც მსურველებს მოლოცვის და კვართთან და სხვა სიწმინდეებთან შეხების საშუალება ექნებათ. ლაქერნობასთან დაკავშირებით ცენტრალურ პარკში დღის ბოლოს საზეიმო კონცერტი გაიმართება 20 საათზე, რომელშიც მონაწილეობას ჯგუფი ეგარი და ანჩისხატის მგალობელთა გუნდი მიიღებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდის შემდეგ იმერეთის რეგიონს ეწვია. დღესვე პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სამტრედიის შემოვლითი გზის ბაში დაფნარის მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაში. მთავარ სატრანზიტო ავტომაგისტრალს კიდევ ერთი ჩქაროსნული 11 კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატა. აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი სამტრედიაში შესვლის გარეშე შეუერთდება გრიგოლეთის გზას. ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდში ღვთისმშობლის მშენებარის საკათედრო ტაძარში ლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო. მან მოქალაქეებს ლაქერნობის დღესასწაული მიულოცა და აქვე აღნიშნა ის ფაქტი, რომ საქართველოში ღვთისმშობლის სამოსელი ასვენია თითოეულ მოქალაქეს უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს. ლაქერნობა 1990 წლიდან აღინიშნება, თუმცა მან მასშტაბური სახე 2007 წლიდან მიიღო. 15 ივლისი პატრიარქმა ილია მეორემ საერთო სახალხო დღესასწაულად გამოაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დღეს ნიცაში ჩავლენ. პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის თქმით, ის ტრაგედიის ადგილზე უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ მივა. ჩვენ ჩავატარებთ უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც განვიხილავთ მოქალაქეების დაცვისკენ მიმართულ საჭირო ზომებს. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრთან ერთად ნიცაში ჩავალთ იმისთვის, რომ ამ განსაცდელში მოსახლეობას მხარი დაუჭირო და ყველა საჭირო საშუალების მობილიზაცია მოვახდინოთ, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ერისადმი მიმართვაში, რომელიც ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გააკეთა. საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკასტირაძე დელონეს ინფორმაციით, ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულ ცხელ ხაზზე მხოლოდ ერთი შეტყობინება შემოვიდა. საელჩო მუშაობის 24 საათიან რეჟიმშია გადასული. მისი თქმით, საქართველოს საელჩო აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომ დროულად მოხდეს ინფორმაციის გაცვლა. საფრანგეთში ქალაქ ნიცაში ბასტილის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ხალხში სატვირთო მანქანა შეიჭრა, რის შედეგადაც 80-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, მათ შორის ბავშვები. დაშავდა ათეულობით, როგორც BBC უწყება, სატვირთოს მძღოლი პოლიციამ მოკლა. სამართალდამცველებს მანქანაში იარაღები და ბომბები დახვდათ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა გმობს ნიცაში მომხდარ ფაქტს და საფრანგეთს გამოძიებაში დახმარებას თავაზობს. ამერიკელი ხალხის სახელით უკიდურესად გმობ იმას, რაც გავს საშინელ ტერაქტს ნიცაში, რის შემდეგ დაიღუპა ათობით უდანაშაულო ადამიანი. მე დავავალე ჩემს ადმინისტრაციას იყვნენ კონტაქტზე საფრანგეთის ხელისუფლებასთან. ჩვენ შევთავაზეთ საფრანგეთს ნებისმიერი სახის დახმარება, რომელიც მათ შესაძლოა დასჭირდეთ, რათა ამ ფაქტის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მოხდეს, ნათქვამია ბარაკ ობამას განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით ამ დროისთვის საქართველოში პოტენციურ ამომრჩეველთა რაოდენობა 3.513.260 ადამიანს შეადგენს. აღნიშნული მონაცემები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას გადასცა. ცესკოში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მამუკა სამხარაძე და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე.
1 ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2 ლარი და 34 თეთრნახევარია. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში მცირადით გამყარდა. კერძოდ დღეიდან 1 ევრო შეძენა 2 ლარად და 60 თეთრად არის შესაძლებელი. შესაბამისად, ევროსთან მიმართებაში ლარი არის 0.2 თეთრი. ახალ ამბებს თია შონია გაცნობდით. ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები რადიო ათინათის ეთერში დილის 10-დან საღამოს 8-მდე ყოველ სულ საათზე. მოისმინეთ ამბები სამეგრელოს შუაგულიდან.